მამა თუ შეიძლება ორიოდე სიტყვა მერტმა დაგლოცოს, დაგლოცოს მთელი საქართველოს დალოცოს. ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი დალოცოს, ყოველივე ჩვენი წმინდა მამები დალოცოს მერტმა და მშვიდობა მისცეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს თითოეულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეს, ქართველებს. ყველა ქრისტიანებს. მერტმა დაგლოცოს ჩემო. გაიხარი. კეპარკთან მიმართებაში რო თქვა ერთი-ორი სიტყვა არაბათა დაკავშირებით. ეს ყველაფერი საქართველოსია თბილისის არის და აი ახლა ამ პარკში მე ვარ მეორეთა ვარ მოსული ვარ ასეთი უნიკალური მდგომარეობა, ასეთი ბუნება, ასეთი გაშენება, ასეთი ყველაფერი ეს რომელიც არის რა. აქ თავისი ამოსული, თვითონ რა თქმა უნდა მოსული. აი ეს ადამიანებისთვის არის და სატენი არის რომ თავისთავად რაღაცა ისეთი სურვილი აქვს რომ გადასცენ სხვა ტომელებს და აქ სხვა ქართველი ვეღარ შემოაქვს ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ თვითონაც სურვილიც არ გაუჩნდება რომ ასეთი რაღაც მდგომარეობა და უხერხულობაში ის და არც არის საჭირო რომ ვინმე რაღაცა ეს პარკი გაანადგუროს და მეორეს ეგეთი თავისთავად რა თქმა უნდა არც უცხო ტომელებისთვის მე პირადად არ მემეტება ეგეთი რაღაც. მე პირადად მამა თორნიკეს ცერცვაძეს არ მემეტება ეს აკავურობა. თვითონაც ჩამოვიდნენ, ავიც თუ ყოფილა ნახავ, ვინც ამას გადაწყვეტილებას აკეთებს. ვინც ესეთი ისა ხელეწიფება ჩამოვიდნენ ნახონ, იმას დაათვალიერონ და რა ის არ მგონია რომ ისეთი გული წავიდნენ ნახე რომ ისეთი აზრი ქონდეთ. მე ვფიქრობ რომ მოულბებათ გული და ის სიყვარული აღეძლებათ რომელიც არის ქვეყნისათვის ასიკეთო და ქვეყნისათვის რა თქმა უნდა კარგი ნაბიჯის გადმა. ყველა შეეწიოს, ყავწნიშნე კიდეს რომ ყველა ვცდები ჩვენ ახლა არ ვართ ისეთი რაღაცა შეუცდომელებმა. აი ეს რაც ეკუთვნის ქვეყანას, რაც ეკუთვნის რა თქმა უნდა ამ ყველა ქართველებს და საქართველოს და ღვთისმშობლის ქვეყანას, საზეპურო ქვეყანას. ეს აუცილებლად რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ დარიგება უფლისა. დაურიგება უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებისა, მამამთავრის რომ არ გასხვიდეს და არ გაიყიდოს. უწმინდესა უნეტარესისა. მერტმა დალოცოს ჩვენი უწმინდესი და მერტმა ჯანმრთელობა მისცეს და სიხარული მისცეს. გაიხარით მამა, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. შეგწევთ ჩვენი ლოცვა, პარაკლისი გადავიხადოთ ეს რომელიც არის თავისთავად ღვთისმშობელთან საუბარ, ღვთისმშობელთან ვედრება და გულით უნდა გვჯეროდეს, გულით უნდა გვიყოთ, რა თქმა უნდა, ესე იმედიანად რომ ამას ყველაფერს შეისმეს და მოგვეფერება. ის გვეფერება, მაგრამ ჩვენც ვიყოთ განწყობილები, ის რომ კარგი ნაყოფი გამოვიყოთ, კარგი ნაყოფი. დღეს მე ვენახეს ამბავის მოვყევი და აი ბოლოს კარგი ნაყოფი სჭირდება ყველაფერს. აი ეს კარგი ნაყოფი ქონოდეს უყურეს გულში ის ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც თავისთავად ჩვენ ქვეყანას გამოუადგება. და იქნება ისეთი რომელიც უფალს გაუხარდება და გვეტყვის გენაცვალეთ რა კარგი ხალხი ყოფილხართ აქა აი ესეთი ხალხი გაიხარი მამა ღმერთმა დაგულოცოს და ღმერთმა დაგულოცოს და ღმერთმა შეგავამოს